ჩვენთვის როგორც დევნილისთვის საქართველოს შემადგენელი კუთხე აფხაზეთი ძალიან ბევრს ნიშნავს. ის არის ჩემი მშობლების დაბადების ადგილი. ჩემი სულის ნაწილი, დიდი ტკივილი და ამავდროულად ძალიან დიდი იმედი. ჩვენს ოჯახში სამწუხაროდ აფხაზეთის თემაზე არ საუბრობენ. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ უბრალოდ თაობას უჭირს ამ ტკივილთან შეგუება და მასზე ხმამაღლა ლაპარაკი. რაც შემეხება მე, ჩემთვის საბედნიეროდ, ჩემს სიყვარულს აფხაზეთისადმი საფუძველი ბავშვობაშივე ჩაეყარა. მე სკოლის არ დადეგებს, ჩემს მშობლიურ სოფლებში ვატარებდი. როდესაც მე პირველად ჩავედი ხუმში პირველ რიგში ვიგრძენი აღფრთოვანება ამ კუთხისადმი, ამ სილამაზისადმი. შემდგომ კი ძალიან დიდი ტკივილი, რადგან ამ სილამაზით ტკბობის საშუალება კანონიერი უფლება წამართვეს და ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რას ფიქრობს ჩემი თაობის აფხაზი მოზარდები ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. ისინი, ვისაც საკუთარი თვალით არ უნახავს ეს 13 თვიანი ომი, რას ფიქრობენ? ვართ თუ ვუყვარვართ ქართველები და ასე შემდეგ. ეს კითხვები გამუდმებით მიტრიალებს თავში. მე მათ აქედან ვეტყოდი, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ. რაც შეეხება გამოსავალს ამ კონფლიქტის დარეგულირებაში, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების მზაობა ამისთვის, დიპლომატიური მოლაპარაკებები და რაც მთავარია სწორი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. ჩვენს ქართულ ფილმში, ფესვებში არის ესეთი ფრაზა ხის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან არ იზომება, ის ფესვებიდან იზომება. მართლაც ასეა, ჩვენთვის, საქართველოსთვის მისი სიმაღლე იზომება აფხაზეთით. ჩვენი იდენტობა გადაჯაჭვულია აფხაზეთთან. იმედი მაქვს, რომ ერთხელაც დავბრუნდებით აფხაზეთში და ამისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება აფხაზების თანადგომა და თვითონ აფხაზეთი ტერიტორია, მოცემულობა. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, აფხაზებსაც სჭირდებათ ძლიერი საქართველო. მე მათ ვეტყოდი, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთად თანაცხოვრებას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ.